გურამ საღარაძეს რამდენიმე წუთში დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ საქართველოს დამსახურებული არტისტი რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც ის სცენაზე 62 წელი იდგა. საყვარელ მსახიობთან გამოსამშვიდობებლად სამოქალაქო პანაშვიდს დღეს მისი ათასობით თაყვანისმცემელი დაესწრო. საღარაძის ოჯახის წევრებისა და ნათესავებს მთავრობის წევრებმაც მოუსამძიმრეს. ამ წუთებში პროცესია დიდუბის პანთეონისკენ მიემართება. სალომე ბენაშვილი გვერდთურვა პირდაპირ ეთერში რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან. ზუსტად რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სამგლოვიარო პროცესია რუსთაველის თეატრიდან და მის ადამიანები, რომლებიც დღეს სამძიმარის გამოსაცხადებლად და დასამშვიდობებლად მოვიდნენ რუსთაველის თეატრში, ეს იყვნენ თაყვანისმცემლები, ასევე საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, ოჯახის წევრებიც. მას შემდეგ რაც გამოასვენეს უკვე რუსთაველის გამზირზე, ტაშით შეეგებდნენ მსახიობს პატივისცემის ნიშნად, თუმცა დღეს რუსთაველის თეატრში აპლოდისმენტები არაერთხელ გაისმა. რუსთაველის თეატრის სცენაზე მისმა კოლეგებმა და მსახიობებმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გურამ საღარაძე ქართულ მსახიობთა იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ თეატრში. 50 წლის განმავლობაში იდგა რუსთაველის თეატრზე და უამრავი საყვარელი როლი შეასრულა. განსაკუთრებული ხიბლი და ჰარმონია შეძინა მისმა ნათმამმა ლექსმა ქართულ პოეზიას. მინდა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვცხადო საქართველოს დიდი მსახიობისა და დიდი ადამიანის პანასპირეს. მოგდირი სრულიად საქართველო, ყველა თავშევლიანია დღეს, დიდი და პატარა, შენი ხმა დიდხანს გაყვება ალბათ და მომავალ თაობებსაც ემართობები. გურამ საღარაძესთვის ძალიან სიმბოლურ ადგილას თეატრში, სადაც მან 50 წელზე მეტი გაატარა. დღეს დილიდან დაინიშნა სამოქალაქო პანაშვიდი, 12 საათიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლო მოსვლა და გამომშვიდობება საყვარელ მსახიობთან. აქ იყო გამოფენილი 50 წლის განმავლობაში სხვადასხვა სპექტაკლებში ნათამაშები როლების დროს მისი კოსტუმები, ასევე ვიდეო მასალა და უნიკალური ფოტომასალა, რომელსაც რუსთაველის თეატრი ინახავდა. და დღეს აქ მოდიოდნენ როგორც რიგითი თაყვანისმცემლები და მისი ხელოვნების პატივისმცემელი ადამიანები, ასევე პოლიტიკოსებიც და საზოგადო მოღვაწეებიც. მიცი ხმა მესმის და როგორ კითხულობდა ლექსებს. ეს ხო წვდომა რაღაც ლექსში რაღაც სხვაა და ამ მოსმენის შემდეგ როცა მოусმენდა ხალხი უკვე ბევრი წილს კითხულობდა უკვე ლექსებისა და ასე რომ არა მარტო კითხვა იყო ლექსები, ხო პოპულარიზაცია ქართული ლექსის, ქართული ლიტერატურის, სიყვარულისა და სიტყვისა და ასე რომ დიდი მადლობა მას დიდოსტატს. მეგან წავიდა თავისი თაობის ერთ-ერთი უწინვალესი წარმომადგენელი. ჩემთვის პირადად ძალიან ბევრი რამ ქართულ ხელოვნებაში უშუალოდ და პირდაპირ დაკავშირებული ბატონ გურამ საღარაძესთან. ამასობაში ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანის გარდაცვალება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ მან იმდენი რამ დაგვიტოვა ჩვენ და მომავალ თაობებს, რომ მისი გარდაცვალება, მისი ჩვენგან წასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. პირველად თეატრში რომ მოვედი, სწორედ ვიხილე მისი წარმოდგენა კავკასიური царცისრე და იმდენად შთამბეჭ დავიეხო, რომ მას მერე ყველაზე საყვარელი, ყველაზე ახლობელი მსახიობი ჩემთვის იყო ბატონი გურამი და რა თქმა უნდა ძალიან ვსუხმართ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ყველა ჩვენთაგანისთვის. ის იყო ძალიან კარგი ადამიანი. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მას არა მარტო სცენას ვხედავდი, არამედ მასთან ძალიან ახლობლობდა ჩვენი ოჯახი და ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვისაც. სამგლოვიარო პროცესია დიდუბეში დასრულდება. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ გურამ საღარაძეს. სალომე ბენაშვილი საუბრობდა.